ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. კვირას 16 აპრილს სრულიად მართლმადიდებელი სამყარო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან და ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. წირვის დაწყებამდე არქიდიაკვანმა დემეტრემ სრულიად საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნო. უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავალს ასეთ ქმედებაში გახედავს. ამ ადამიანებს სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებლობებით სურთ გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდე ამძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს თავზე მინდობილი ცდილობ. როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის. ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და უფალს მადლობა შესწირა მშვიდობიანი აღდგომის გათენებისთვის. იერუსალიმიდან ჩამოგვივიდა ღვთაებრივი ცეცხლი, ღმერთმა დაგლოცო თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორესი. ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებო ჩვენო თანამემამულენო. შვილოთო უფალს მიახლების სამსახურად განსაცდელისთვის გაამზადე თავი, ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი მორჩილების ქურაში. ქრისტე აღდგა. გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებლე დედათა გულანთებული სული შემზვრელი ძახილი ქრისტე აღდგა. სიხარულით აღწილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი ქრისტე აღდგა. ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც. დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსხრების სიონი და ჩვენს თანაზიარნი ამზე იმისა, ვისმენთ აღდგომელი მაცხოვრის დიად სიტყვებს, გიხაროდეთ, მშვიდობა თქვენ და ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და მა ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიფყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი და მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე. ვინ ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე. რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი მოსასმენად,
იხარე ერო. აღდგა ქრისტე და მასთან ერთად ძველი აღთქმის მართალთა სულნიც. ქრისტეს აღდგომით თითოეულ ასეთ ჩვენგანს მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრებისა, რადგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მოიცავს ადამიანთა მოდგმის მთელ სისავსეს. ერთ კაცად ქნილ კაცობრიობას და მასში ვარ ჩვენ ყველანი, მაგრამ მის იპოსტას ასევე აქვს სრული საღვთო ბუნებაც და ეს ორი ბუნება შეურევნელად, შეურწყნელად და განუყოფლად არის ურთიერთდამტევნელი. დაუშვებელი რომ დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ძეკაცისას მხოლოდ ადამიანური ბუნება ჰქონოდა და მკვდრეთით აღდგომა შეეძლო, სიკვდილს ოდენ თავის თავთან მიმართებაში დაძლევდა და ისიც მხოლოდ დროებით, როგორც ეს მოხდა მაგალითად სინაგოგის მთავრის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟის, ან თუნდაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემთხვევაში. უფრო ადრე კი ელია წინასწარმეტყველისა და ელისეს მიერ აღსრულებული სასწაულებში. მაცხოვართან მიმართებაში კი ჯოჯოხეთი მოტყუდა. იესოში ვერ შეიცნო ღმერთკაცი, განიზრახა მისი ადამიანური სული სხვა ადამიანთა სულების მსგავსად შთანთქმა, მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ. იმის ნაცვლად რომ ჯოჯოხეს დაენთქა ჯვარცმული მეუფე ღურიათა, თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა. სიკვდილის შედეგია ცოდვისა და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო, მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერ ჯოჯოხეთი. პირიქით, ორივე იძლია და განქარდა. სადა არ სიკვდილო საწერტელი შენი, სადა არ ჯოჯოხეთო ძლევა შენი. იესო ქრისტე თავისკენ უხმობს ცხონების ყველა მსურვილს. ახალშობას ანიჭებს მათ მარადიული სიცოცხლისათვის და ამასთან ცასა და მიწას, ახალ ცად და ახალ მიწად გარდაქმნის. ამიტომაც იგი მეორე ადამად იწოდება. როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. კითხულობთ ახალ აღთქმაში. უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს. ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქმნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები. ასე რომ წყალში სამგზის შთაფლით, ჯოჯოხეთში მაცხოვრის 3 დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით. ცოდვათაგან სრულიად თავისუფლდებით, ახალ ადამიანში, ქრისტეში განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს, ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება. ძლიერდება სიყვარული, შემოდის სიმშვიდე, უცხო ხდება რისხვა, მძვინვარება, შური, თვალთმაქცობა, ყოველგვარი ბოროტება და უწმინდურობა. თუმცა ასეთი მდგომარეობა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ხელმეორე ჩობის, ნათლობის შემდეგ ადამიანი თავისი სუსტი ნებისყოფის გამო ხშირად ეშმაკის მახეში კვლავ ებმევა და იწყება საკუთარ თავთან, ჩვენს მანკიერებებთან ჭიდილის პროცესი, რომელიც გარდაცვალებამდე გრძელდება. გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები, გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს,
არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ჩემს ასოებში, სხეულის ნაწილებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ, უბადრუკი ადამიანი ვარ. ჩვენ რაღა გვეთქმის, თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილისა და ბოროტს შორის ბრძოლისა. ამასთან უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს. რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებები, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს, სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთები კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან. ეშმაკის სასტურთაგან დავდახსნას კეთილნი და თავდაბანი შეძლებენ, წერენ წმინდა მამები. წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს. ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასდროს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეც თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა. შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდების მოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა. ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც. სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს, ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. საერთოდ ცოდვა მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთისმცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ, ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ ხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა. ნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ მეს უკმევს, თუმცა ცდილობს ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს. ეგოისტური მესგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა. უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბით შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა ვეღარ უდლევს თავის ჯვრის სიმძიმეს და გამოსავალს ასეთ ქმედებაში ხედავს. ამ ადამიანებს სინამდვილეში არასწორი აზროვნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 9 აპრილს დაღუპული ქვეყნის თავისუფლება შეწირული გმირების სულის მოსახსენებელი პარადისი აღასრულა. და მხოლოდ თავისი შესაძლებლობით სურთ გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმძიმესი და გარდამტეხი მოვლენის დასახსენებლად 9 აპრილის ძელთან მოვიდნენ ასევე საქართველოს მთავრობის წევრები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. ცხოვრება ქრისტეს რწმენით და მისი მცნებებით განიმსჭვალება ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისთვის ყოფილა უფლისაგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებით და მორჩილებით განგვაწყობს. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების ორ ძირითად სახეს ასე ახასიათებს. ეს არის კავშირი მე და შენ და მეორე მე და ის. მე და ის ამ ურთიერთობაში მე დაშორებულია ისისგან, ანუ მესამე პირისგან. ის უცხოა, სხვა, ზოგ შემთხვევაში მიუწვდომელიც. აქ ნდობას, ახლობლობას ადგილი არ აქვს. იგია დამოკიდებულება სუბიექტსა და ობიექტს შორის. რაც შეეხება კავშირს მე და შენ,
აქ შენ აღარ არის ობიექტი, არამედ იგი სუბიექტია, მეს თანასწორია და მათ შორის ურთიერთგაგება და სიყვარულია. თუმცა ეს მდგომარეობა ხშირად იცვლება და შენის ელის საშიშროება იქცეს ობიექტად. ამის მიზეზი ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ნაკლულევანებაა, ადრე თუ გვიან იმ რეალობის აღმოჩენაა, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს. ამიტომაც თუ გვინდა ამ ქვეყნად ვიცხოვროთ სწორად, გულგატეხილობისა და სასოწარკვეთილებისაგან დაცულად, ჩვენთვის შენ უპირველესად უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი ღმერთი, რომელიც ყოველთვის დაგეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი გაუცხოება, ნებისმიერი სირთულე, ყოველი ადამიანური სისუსტე მე და შენ ურთიერთობისა. დიახ, ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის. თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას თავაზობს. მისი შეცნობა და მასთან დაახლოება ეკლესიაში და ეკლესიური საიდუმლოებებით არის შესაძლებელი. ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჯვალებით მისი ცხოველმსყოფელი მადლით. ამასთან გვეუფლება საკუთარი უღირსების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და ვერ ცოდვისაგან განიწმინდება. და როგორც მაცხოვარმა საღვთო ძალით შემოსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი, ჩვენს მხოლოდ ქრისტეს მადლითა და ძალით აღვსილ ძალგვიც მათი დამარცხება. ჩვენ ყველა ჩვენი გოლგოთა გველის და ყველა მართალს აღდგომა და ამაღლება. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, თუ მაცხოვარმა სიკვდილი დათრგუნა, რატომ არსებობს იგი ჩვენში ყოველდღიურ ყოფაში? შეგახსენებთ, რომ აღდგომილი მათ ქრისტე ეწოდება როგორც მეორე ადამად, ისე პირმშოც შესვენებულთა, რადგან გარდაცვლილთა შორის პირველმა მან შეიმოსა უხსნელი სხეული, ანუ აღდგომა იმ სახით, რაც ადამიანს ღვთის მადლით ჰქონდა ცოდვით დაცემამდე. ყველა ჩვენგანი კი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღდგებით უხსნელი სხეულით. მანამდე კი ხორციელი სიკვდილი იარსებებს, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დედამიწაზე. საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადგან მატერიალური ცხოვრება დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც თავის უნივთო სხეულთან შეერთებული საბოლოო ხვედრს განიკუთვნებს. მართალნი დამსახურებისამე ბრძესიური იერუსალიმის სხვადასხვა სავანეში, ცოდვილნი მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სამყოფელში. ხოლო ვიდრე ჟამი დამდგარა, ჯოჯოხეთში მყოფ გარდაცვლილთა მდგომარეობის შეცვლა ღვთის მოწყალებით კიდევ არის შესაძლებელი. მათ თავისი თავისთვის არაფრის გაკეთება არ ძალუց, მაგრამ ეკლესიის მეოხება, ახლობელთა მხურვალე ლოცვა და მათ სახელზე აღსრულებული ქველსაქმენი თვით ჯოჯოხეთიდანაც იხსნის იმ ადამიანთა სულებს, რომლებიც სინანულით აღესრულნენ. თუმც კი საქმით ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის ნაყოფი. ასეთნი გამოხსნადნი არიან, ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათთვის. რაც შეეხება ცხონებულთა მდგომარეობას, მართალია ისინი ზეცად ნეტარებენ, მაგრამ თავისი რწმენისა და ღვაწლის სრულ საზღაურს ისინიც მაცხოვრის მეორედ მოსვლისას მიიღებენ. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება, რომელიც რა თქმა უნდა ბევრმა იცის, მაგრამ ბევრსაც სწორი წარმოდგენა არ აქვს, ამიტომაც ამ თემას შევეხეთ. რაც შეეხება ამ ქვეყნად მყოფთ, ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისთვის მეტნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისთვის, რომ სწორედ ღვთისნიერად იცხოვროს, არადა სიცოცხლის ხანგრძლივობა უფლის ნებაზეა დამოკიდებული. სწორად ცხოვრება კი ჩვენზე, შევთხოვთ ღმერთს, ეს იქცეს ყოველი ადამიანის უმთავრეს მიზნად. რით დავიწყოთ?
სინანულით. როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც გვასწავლის იესო ქრისტე, იგია სასაულთ მოქმედი წამალი ჩვენი სულისა. სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი ცვლის. სვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხყოფელის და მოძალადეც, გულწრფელის სინანულით, აღსარებითა და ზიარებით, მთელ ჭუჭხს იცლის და ბოროტებას ასამარებს. სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება. უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არ ქონა, ხოლო ცოდვით თავმომწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავს მოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სიმართლე ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასთან სულიერ კიბაზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთის სოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულს და მოწყალებას. გავიხსენოთ ნების კვირაში განვითარებული მოვლენები. გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფილი გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული მოწაფეები, ერთგული იოანე და მენელსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისთვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი პილატე, ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი. გავიხსენოთ ორი ავაძაკიც. ისინი ხო ჯვარცმამდე ფაქტიურად მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში კი ჯვარზე მათი გზები რადიკალურად გაიყო. ერთმა სინანული და ქრისტეს რწმენით 64 დაიმკვიდრა, მეორემ კი უტიფრობითა და უგულისხმობით ჯოჯოხეთი. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს, როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს. ინებოს ღმერთმა ჩვენც ჩვენი გულწრფელობით და ცოდვის განცდით მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: მოვედით კურთხეულნო, მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სამყაროს შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. გიხაროდეთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ასირიელნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენ სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო, სიკვდილი შეიმუსრა, ქრისტე აღდგა, უფალი მეფობს, სიყვარული თქვენთვის მლოცველი ილია მეორე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, ქალაქი თბილისი, აღდგომა ქრისტესი, 2017 წელი. დიდება და მადლობა უფალს, რომ გაგვიტანდა მშვიდობის აღდგომის დღე. ამინ.
ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა ქრისტე აღსდგა თქვენ დაგირიგდებათ საღდგომო ეპისტოლე ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა დალოცოს დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ.